ერთი წიგნი, რომელიც 12-14 წლის ასაკისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უფროსი ასაკის მოსწავლეებიც წაიკითხავენ შესანიშნავად ამ ტექსტს, ეს არის არნე სვინგენის ბალადა გატეხილ ცხვირზე. ეს არის ნორვეგიელი ავტორის ტექსტი, მოქმედება ხდება ნორვეგიაში, თუმცა თავისუფლად შეიძლება ხდებოდეს თბილისში, თქვათ, რა ვიცი, რომელიმე უბანში, პირობითად ზაჰესში და რა ვიცი, საბურთალოზე. პროტაგონისტი არის ბიჭუნა, რომელსაც აქვს საიდუმლო ოცნება და რაღაც თავის საიდუმლო სიყვარული საოპერო უმღერლობაზე ოცნებობს, მოკლედ, მაგრამ იმიტომ რომ დედა თვითონ ცხოვრებამ ძალიან ათრია და დედას ატკინა ცხოვრებამ, დედა გადაწყვეტს, რომ ატაროს კრივზე, რომელიც საერთოდ არ უყვარს ამ ბიჭს და ჩვენ ხვდებით მომსწრე და მივყვებით აი ამ ბიჭუნას თავგადასავალს, რომელიც წიგნში ძალიან საინტერესოდ არის გამსობილი. განსაკუთრებით მოსწონთ ახალგაზრდებს, თინეიჯერებს ეს წიგნი, იმიტომ რომ წამოჭრილი არის ერთი ისეთი დელიკატური პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც რაღაცნაირად როგორც ჩანს, როგორც სხვა ქვეყნებში, ესე ჩვენ ქვეყანაშიც პრობლემურია, ეს არის ურბანული ფაშიზმი. ეს ბიჭი ცხოვრობს ქალაქგარეთ, ესეთ დასახლებაში, ქალაქის დასახლებაში, გარეუბანში, დადის ცენტრალურ უბანში, კარგ სკოლაში და მალავს ამ ამბავს, იმიტომ რომ მისთვის ეს გარკვეული ტიპის პრობლემაა, რომ ის არ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, მაღალ ფენას თავის საზოგადოებისას. ტექსტი, როცა წავიკითხე, მახსოვს, რომ ერთ რაღაცა ამოსუნთქვით იკითხება, სადღაც ალბათ მაქსიმუმ 3 საათი მოუნდი მე ამ წიგნის საკითხვას და როგორი ერთი ამოსუნთქვითაც ვკითხულობ, წავიკითხე, სწორედ ასევე კითხულობენ ხოლმე ჩემი მოსწავლეები ამ წიგნსაც. ეს არის ერთ-ერთი ისეთი წიგნი, რომელიც საწყის ეტაპზე თქვენი თინეიჯერი შვილისთვის და მე გირჩევთ, რომ უფრო 13 წლიდან ზევით სცადოთ ამ წიგნის მიცემა, შეიძლება ერთ-ერთი საყვარელი წიგნი გახდეს, ამიტომ სიამოვნებით ჩავწერდი იმ სიაში, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ თქვენმა შვილებმა თინეიჯერობის ასაკში. მე მშობლებსაც ურჩევ ამ წიგნის საკითხვას, რადგან ძალიან კარგად იკითხება და ნამდვილად ისეთი კარგი მწერალია ეს ნორვეგიელი ავტორი, რომელიც უკვე ვახსენე.